აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დევნილ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვალერი არქანიას სახელობის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან. მადლობა გადაუხადე მათი ღვაწლისთვის, მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად თავი მიუძღვნეს ქვეყანას. აფხაზეთის მთავრობა მომავალში გააგრძელებს მათი მხარდაჭერის კუთხით აქტიურ ღონისძიებებს. სიმბოლურია ის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ბალტონმა გიორგიმ დღევანდელი დღე დაუთმო ახალი ინიციატივის გაჟღერებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ვეტერანებისათვის. ეს არის საკმაოდ კარგი საწყისი იმის, რომ კიდევ ერთხელ იმედიანად უყუროთ ხვალინდელ დღეს. ძალიან სასიამოვნო არის ის შეხვედრა, რაც ორგანიზებას გააკეთა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ის საჩუქარი, რაც გადაეცემა პირველი ჯგუფის ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბუნებრივია ეს არის დაფასება ამ ადამიანების. მთავრობის თავმჯდომარე ცდილობს, რომ ვეტერანები ყოველთვის ყავდეს ყურადღების ქვეშ. ეს არ არის პირველი შეხვედრა მასთან, ამიტომ მადლობლები ვარ, ბუნებრივია და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი უახლესი 17 ოქტომბერი ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და აფხაზეთში მიულოცავთ ერთმანეთს.